მთავრობის შტოებს შორის შეუთანხმებლობა საბოლოოდ ხალხს აწვება. Twirtat აჭარაში ერთბაშად 200-ზე მეტი ოჯახი შევიდა კოოპერატივში იმედით, რომ სამთავრობო ხელშეწყობას მიიღებდა. Როგორც პირობა იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ კოოპერაცია პრიორიტეტი მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ყოფილა. კოოპერაციისკენ მოწოდებას მთიანი აჭარა არნახული ოპტიმიზმით შეხვდა. ხუთსუბანში ერთბაშად 209 ოჯახი შევიდა კოოპერატივში. ლეღვაში კი 258 ოჯახი. იმედი ჰქონდათ, რომ შრომის განაწილებითა და მთავრობის დანაპირები მხარდაჭერით შემოსავალი გაეზრდებოდათ, თუმცა ამაოდ მოთხოვნილი მხარდაჭერა ვერ მიიღეს. არაფერი არ აქვს ჩვენ კოოპერატივი არის ჩამოყალიბებული და მაგ დოკუმენტები მარტო და ვზივარ კაბინეტში. მეტი არაფერი არ აქვს. რამე სამე წევეკარო, რამე გავაკეთო ვისყა. ყველა მხრიდან ხელშეშლა არ უნდებიან დაწყებული ზედათაურობას უნდა იყოს კოოპერატივი, მაგრამ ქვედარგოს არ აწყობს ალბათ და უშლიან ხელს. სოფელი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ მანდარინის დამხარისხებელ პავილიონს ითხოვდა. შარჩა ხუთსუბანში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრიც იყო ჩასული და სოფლის ყველა მცხოვრები შეეცადა აეხსნა მისთვის, რომ მანდარინის პავილიონის გარეშე კოოპერაციას აზრი არ ექნებოდა. გვეგონა რომ რაღაცა მოხდება პავილიონში გვანარჩუნებენ მიიღებენ შარშან მიიღენ მანდარინის სომხები ჩამოიყვანენ და სომხები გააკეთენ აგან სომხებს მიაღებიან მანდარინი ჩვენ ვითხოვთ კოოპერატივი და თველი სოფელი ითხოვს ამას დაუბრუნდეს ეს პავილიონი სოფელს როგორც იყო ადრე კოლექტივიზაცია რო იყო მაშინ იყოს ხალხის ქონებით აშენებული ეს პავილიონი სოფელს თუ ეს პავილიონი არ ექნება აზრი არ აქვს კოოპერატივის განვითარებას სოფელში. აზრი არ აქვს. ჩვენ რას ვითხოვთ, მოვიცი, ჩვენ გლეხ შეგვწევს ჩვენი პავილიონი. აგეთ ჩვენი ჩაის ნაშრომით, მამაჩემის ნაშრომით აგებულია ჩემი ბაბუაის და ძველების ხნიერი ხალხით გაკეთებული ეს პავილიონი და ჩვენი გვინდა ჩვენ ხოდეს ჩვენ ხუცუბას. თუმცა მინისტრის მაშინდელი პასუხიდანაც გასაგები იყო, რომ სოფელი მხარდაჭერას ამ საკითხში ვერ მიიღებდა. ჩვენ შეგვიძლია რომ რეკომენდაცია მივცემთ, რომ აი მას შემდეგ რაც ვნახულობთ, რომ რა აქვს გაშენებული ამა თუ იმ ფართობზე, ნაკვეთზე, რამდენია მისი მოცულობა, შეგვიძლია ნიადაგის ანალიზი გავუკეთოთ და ასე შემდეგ და ყველაზე მთავარი, შეგვიძლია რეკომენდაცია გავუწიოთ და უთხრათ, რომ აი ეს კულტურა დაუშვათ შედარებით მეორისთან რა უპირატესობა აქვს. ასეც მოხდა. პავილიონი კერძო კომპანიამ წაიღო და შედეგად ხუთსუბანი წელსაც მანდარინის გასაღების პრობლემის წინაშე დადგა. მთავრობა იძულებულია მანდარინის სუბსიდირება მოახდინოს, რომ როგორმე მოსავლის ჩაბარება მოხდეს. შარშან ეს პროგრამა 12 მილიონი დაჯდა, წელს 2 მილიონი. თუმცა გლეხები ამბობენ, რომ სწორი პოლიტიკის პირობებში მთავრობის სუბსიდირება არც იქნებოდა საჭირო. არაა საჭირო სუბსიდირება. 65 კაპიკს რომ მიცემ გლეხს და 20 კაპიკს მიცემ როგორც ასეთი ენეს მანდარინში. ეგ რა არის ენესი წვრილი, რომელიც არასტანდარტულია. იმას რომ მიცემ გლეხს, სუბსიდირება აღარ ჭირდება. რაზე ჭირდება სუბსიდირება? აბა 30 კაპიკში რომ მიიღებ გლეხი მოითხოვს სუბსიდირებას მაშინ. ამიტომ ღებულობენ პავილიონში შეპესები და იგენი პავილიონში მანდარინს ღებულობენ 35-40-ში, ხო? იქ უკვე გლეხს 35 უჯდანა ეს კილოგრამი. ამიტომ ითხოვს იგი სუბსიდირებას და დახმარებას. პავილიონის მფლობელები აცხადებენ, რომ იჯარა ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღეს და მანდარინსაც მაღალ ფასად იბარებენ. შესაბამისად ვერც პრობლემას ხედავენ. ეკონომიკის სამინისტრო წავიდა ჩვენმა თანამშრომლებმა გააფორმა, აიღო იჯარი 5 წლით და მუშაობა. შარშან ალარგიათ ვერ დაარებდით 55 თეთრად. წელს ჩვენ არ შეგვიძლია პოზიცია და დავიწყეს 60 თეთრად მიყება. პრაქტიკულად დღეს კოოპერატივის წევრების თუნდაც სოფლის ციტრუსის დამზადება პრაქტიკულად არ არის, იმიტომ ვერ ვამზადებ კოოპერატივი ახლა და გადავწყვიტეთ რომ ერთობლივად ლეღვაში ჩავიტანოთ ციტრუსი და იქ ჩავაბაროთ ჩემი კოოპერატივის წევრების ციტრუსი რომ რაღაცა მაინც ვაჩვენო რომ კოოპერატივი არსებობს. რადგან ხუთსუბანის კოოპერატივი არის ხუთსუბანი, არ აქვს არც შენობა, არც დანადგარი, მუშაობთ ჩვენ ერთობლივად. აი იმისი ციტრუსის შემოვა ჩვენთან. ლეგოს კოოპერატივში 258 ოჯახია და აქაც მსგავსი პრობლემა აქვთ. წლებია სოფლის პავილიონის გადაცემას უშედეგოდ ითხოვენ. ამჟამად დანადგარებს დროებით იყენებენ და მუდმივ შიშში ცხოვრობენ. ელიან როდის ჩამოართმევენ ამ უფლებას. ეს შენობა რო არ ყოფილიყო და რო არ გქონდეს, კოოპერატივს არაფერი აზრი არ აქვს შექმნას. ეს არის ზედმეტი ლაპარაკი. შევიტანეთ განაცხადი. რაზე? იჯარის თაობაზე, შენობის იჯარაზე 5 წლის ვადით. განვიხილავთ კი მე შემდეგ მეცხრეს რომ არის გატანილიო იმაზე რა განხილვაზე რომ შეფასება უნდა მოხდეს და რა უნდა გადაეხადო თვეში
მე ჩამოვედი და თბილისში და მივედი და მოვიკითხე და მეცხრე ჯერ განხილული არ არის რომ წელს აჭარაში გაცილებით ნაკლები ციტრუსი მოვიდა და ამან პრობლემა შეამსუბუქა, თუმცა ნაწილობრივ. ხუთუბნელები ამბობენ, რომ მოსავლის ნაწილს წელსაც ხეებზე დატოვებენ, რადგან ჩაბარების იმედი არ აქვთ. მოვკრიფო და ვიმწვალო, სად წავიღო. სახში უნდა ვიმწვალო, შემოვიტანო, მერე გადავყარო. ჯობია იყოს ხეზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ამ თემაზე საუბარი არავინ ისურვა, ეს ჩვენ არ გვეხებაო და მაშინ ვინ უშუამდგომლებს სოფლის ეკონომიკის სამინისტროსთან, არავინ იცის. და დღესულ ეს იყო ბიზნეს კურიერი, ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობას, მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობებით. არ დაგავიწყდეთ, გვეწვიეთ Facebook-ზე, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი თქვენთვის საინტერესო თემებზე. შეგიძლიათ გვეკონტაქტოთ რუსთავიორის ვებგვერდის საშუალებითაც, სადაც დღის ყველა მნიშვნელოვან სიახლეს და ახალ ამბავს იპოვეთ. ნახვამდის.